ამაზე სანამ გადავალთ, მითხარით გოგოებო, როგორ ხართ? გოგოებო, გოგონი, თავარი გოგონი. მე თავარი გოგონა. თავარი გოგონი. დიდი მადლობა გენაცვალი არ აგვიშავს. ცოტა ამინდები ძალიან არ არის სასურველი, მაგრამ ვუძლებთ. საერთო ჯამში კარგად ვართ რა. ვართ შემოქმედებით წვაში, აუცილებლად. ვემზადებით საშემოდგომო გამოცდის. აჰა, კურიოზიც ეს არის. შემოქმედებითი საღამოსთვის. ვამზადებთ ალბომს და გვექნება ერთად ალბომი და პრეზენტაცია. საღამოს ad გაიმართება თუ არ არის? როგორ არა, ვახტანგ სალარიძის სახელობის, ხო, საკონცერტო ცენტრში. ამას სათავეში თუ ვინაკ? არა, შენ წარმოიდგინე, ჯერჯერობით ჩვენ უდგავართ ისევ სათავეში. აჰა. ნუ რა თქმა უნდა, ბევრი ჩვენი მეგობრების ხათაშორის როგორი საინტერესო და კარგი დარბაზია. ძალიან. აი დაებედა თითქოს კარგი თბილი საღამოები და აქ ნიშნულობას ის მაგარი ადამიანი იყო, ძალიან დიდი პატივცემი და მიხარია რომ შვილმა ესეთი პატივიცა მამას და ესეთი ის აი არის ქართლობა რა და მაგარი ამბავი და წარმატებები დიდი სიამოვნებით მე თუ რამეს გამოგაგდები აუცილებლად ჩათვალეთ რომ თქვენ გვერდით ხავ აუცილებლად 14 ივნისი არის და მანამდე ხო 14 ივნისამდე აქვე გაძლევთ პირობას რომ გადაცემაში ერთი კვირით ადრე მოგიწვევთ და კიდე კარგად გავაპიაროთ რომ დიდი სიამოვნებით გაიგოს მსმენელს უღრმესი მადლობა დიდი სიამოვნებით მიყვარხართ გულწრფელად გეუბნები დიდი პატივიცემა ჯერ კიდე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი როცა თქვენ ასე ვთქვათ მე ხო თელავიდან ვარ და რო ჩამოვედი რამდენიმე ესე იგი ალბათ ერთი წელიც არა მოხდა ისე ჩემ ცხოვრებაში რომ ბატონი ავთო შარვაძე გავიცანი ბატონი ოთარ რამიშვილი გავიცანი ბატონო ნათელი მე რაც გადამხდებოდა ამ ორგენიოსთან კი მიხდით და არაფრით არ გაგავები მალევე უკვე არ ვიცი რამდენად გახსოვთ მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი მაშინ იყო ეს გაგება შეხვედრა და მოსმენა ჩემთვის როგორც ახალგაზრდათვის და აი წლებიდან ძალიან გიждდები რა იმიტომ რომ თქვენი კოლორიტი გაქვთ და დიდი სითბო რაც თავარია და აი პირდაპირ გულიაშვილის გულში გადმო. ბატონო, იცოცხლე. მაგით ვარო სტენდები გჭირდება თორე გულში თუ არ გაიარა, აბა ვის რა სად დაჭირდება ღმერთმა. კაცმა არის. კაცმა არის, მართალი ხარ.